საღამო მშვიდობისა ყველას, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, წეღან მე მქონდა ჩაწერა, ესე იგი, ებრაელებზე ვისაუბრე და ებრაელ ქართველებზე და ქართველებზე ვისაუბრე და ეხლა მე კიდევ დავამატებ რა. მოკლედ, ერთი სიტყვით. თქვენ განკითხვები მოდის ესეთი, რომ აი რა გაუკეთებია ამ გოგოს საქართველოსთვის და ამაზეც ვისაუბრებ დღეს და კიდევ ვისაუბრებ იმაზე, რომ მაქვს თუ არა სურვილი რომ გავაგრძელო კვლავ საქართველოსთვის რაიმეს კეთება რა. მე ჩამოგითვლეთ იმ საკითხებს, რა გამიკეთებია ჩემი ძალებით საქართველოსთვის, რა ძალებით მე მაქვს იმ ძალებით საქართველოსთვის რა გამიკეთებია. ამას მოგიყვებით და იმას მოგიყვებით, რომ მაქვს თუ არა კიდევ სურვილი, რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა და რა მაქვს პერსპექტივაში ვისთან მინდა რომ ვითანამშრომლო რა აწირა, ამასაც მოგიყვებით. ახლა ნახეთ, მეგობრებო, საქართველოსთვის მე გამიკეთებია, ესე იგი, ჩამოყვები. საქართველოსთვის როგორც ქართველი, მე როგორც ქართველ წარმომადგენელს მისახელებია საქართველო. საქართველო მისახელებია, სადაც ვსწავლობდი იქ. იოანეს გუთენბერგის უნივერსიტეტში. მისახელებია მაინცის უნივერსიტეტში, ერთ-ერთი 10 საუკეთესო უნივერსიტეტთაგან შორის, ინტერნაციონალ უნივერსიტეტთაგან შორის, ერთ-ერთი იყო იოანეს გუთენბერგ უნივერსიტეტი, სადაც მე ვსწავლობდი გერმანიაში. მე ვსწავლობდი არანაირი დაფინანსებით, აი საქართველოსთან საერთოდ არანაირი დაფინანსება არ მქონდა და ვაფინანსებდი ჩემ თავს და ვსწავლობდი. ამის და მიუხედავად საქართველოს როგორც ქართველი მოქალაქე მისახელებია, იმიტომ რომ ძალიან ვუყვარ დღესაც ჩემს როგორც პროფესორებს, ისე დოცენტებს, ისე ყველა ჩემს თანამშრომელს თუ რა ქვიეთ, მაგალითად კურსელს. საქართველოსთვის როგორც ქართველ პირს ამიღია, ესე იგი, არაერთი პრიზი ჩემი ხელოვნებით, როგორც არის My Job Now the Street, არის ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც ყველაზე საუკეთესო ფილმი აიღო ერთ-ერთ ღია წამყვან გადაცემაში. ასევე შვარცე შაფე, ანუ შავი ცხრები, რომელიც გავიდა არამხოლოდ გავიდა გერმანიის ფესტივალებზე, როგორც არის გოუის ფესტივალი ვისბადენში და გაიმარჯვა, მესამე ადგილი აიღო, მაგრამ პუბლიკის მაყურებელთა საზოგადოებამ აირჩია ეს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, მაყურებელთა ინტერესი დაიმსახურა და გავიდა როგორც საუკეთესო ფილმი. სამ ფილმს შორის. ესე იგი, როგორც ესეთი ეს ფილმი, ასევე მიწვეული იქნა ჩინეთში, ჩინეთის ერთ-ერთ ფესტივალზე. ეს ყველაფერი ხდება ქართული სახელი და გვარი თამარ ინასარიძეთი. რა თქმა უნდა, მე ახლა ჩემი მეუღლის გვარზე ვარ, მარინუს გეფარტის გვარზე. გეფარტი არის გერმანული გვარი და ხელგაშლიც ნიშნავს. და მაგრამ ჩემი გვარით, როდესაც მე მოღვაწეობდი გერმანიაში, საქართველოს როგორც ეს ქართველის გვარი დომინირებდა და ნომინირებდა გერმანიის სხვადასხვა ფესტივალებზე, სხვადასხვა ამა თუ იმ საზოგადო წრეებში. ასევე ჩემი სახელით ერთ-ერთი აღარ მახსოვს რომელი წელი 2011 წელი იყო თუ 2013 წელი იყო, აღარ მახსოვს იმდენი დრო ერთ-ერთი პიესა, რომელზეც დავდგით სპექტაკლი და გავიდა როგორც ესეთი ფესტივალზე, წიგნების ფესტივალზე, ძალიან ბევრი რამე გამიკეთებია გერმანიაში მოღვაწეობის დროს. როდესაც მე ამოვედი საქართველოში და დავბრუნდი საქართველოში, აქ მიუხედავად იმისა, რომ 3 ბავშვი გავაჩინე ამ მოკლე მცირე ხანში, ხო? და 3 ბავშვი
გავაჩინე და ამასობაში ჩემ მეუღლესთან ერთად ჩვენი ასურეთის ეკლესია, რომელსაც თავი ვერ მოაბა კაცობრიობამ და მამა ჩემის შემდეგ ვერ დაამთავრა ეს ეკლესია, ვცდილობთ რომ მე და ჩემმა მეუღლემ რამენაირად აი სხვადასხვა ადამიანების დახმარებით ეს ეკლესია აღვადგინოთ. მე 17 საუკუნის ეკლესია არის, პატარა ეკლესია, მაგრამ ეხლა მე რო ვიყო მილიონერი, ამ ეკლესიას უცბად დავამთავრებდი, მაგრამ ის იმ გადმოსახედიდან, რა გადმოსახედიდანაც მე შემიძლია რომ ვაკეთო რამე, იმაზე მეც ვაკეთებ, ვიდრე მე ვალება, გესმის? მაგალითად, საქართველოს მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი წიგნი, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში, ენოქის წიგნი ვუთარგმნეს სრულიად უსასყიდლოდ. ანუ სრულიად უსასყიდლოდ გავეცი მე ჩემი ენერგია და ენოქის წიგნის თარგმნა დღესაც თავს ვერ აბავს ამდენი ხალხი თარგმნის და ვითომ რაღაც იწურებს რაღაცებს, მაგრამ ვერ თარგმნის, იმიტომ რომ ძალიან რთული სათარგმნია ეს. ენოქის წიგნი ვუთარგმნე ქართულ საზოგადოებას. მართალია მე არ გამიგზავნია ფესტივალებზე ეს ნათარგმნი, არც მჭირდება, მე არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ ახლა ხალხო მაღიარეთ მე აი ამას. არ მჭირდება, გავაკეთე, ეს იყო ჩემი დავალება. ჩემი დავალება არის ზეციური. რაც მეძლევა ზეციური, იმას ვაკეთებ სრულიად უსასყიდლოდ, გესმით? რა თქმა უნდა, მე ვეცადე საქართველოში ამა თუ იმ საკითხში აღმედგინა სხვადასხვა საკითხები, მაგალითად როგორიც არის ქართული ენა, ქართული დამწერლობა, რა ვიცი, ყველა მიისაკუთრა დამწერლობა და ყველა რაღაცა ისაუბრა, მაგრამ როგორც ასეთი ხალხისთვის გაეცნოთ ეს საკითხი, გააკეთა ერთ-ერთი მარტო ჯორჯაძემ, რომელიც საუბრობდა ღიად და მე გესაუბრებით აგერ კიდე ღიად ქართულ ანბანზე. დანარჩენებმა ყველამ წიგნები დაწერეს და მოყიდეს, ხო? საქართველოსთვის რა გამიკეთებია? ყველაზე დიდი ინფორმაცია, რაც კი მე საქართველოს ხალხისთვის შემეძლო მიმეცა, არის თამარ მეფის აკლდამა გაგიცხადეთ, ხალხო. თქვენ ამას უბრალო საკითხად ხო არ, თქვენ ალაოდ ხო არ ხართ მართლა რა? ყველას აგერთია ნაპერწკალი, ჩემი საუკეთესო მეგობრები, ქართველები არიან ესენი. ვინც მხარში დამიდგა, ყველას დიდი მადლობა. ეს ორი ადამიანი დამიდგა, მარტო ჩემი მეუღლე აგერ გერმანელი. ესენი დამიდგნენ მარტო მხარში. დანარჩენი ყველა ჩემზე საუბრობს, რომ არ ესაუბროთ იმას, ეს გოგო რა, აი უაზრო რაღაცებს საუბრობს. დედას ვიცარ მაგარი მეტირება რა. მე რო ჩემ თავს სხვა ადამიანის, სხვა რო ყოფილიყო ჩემს ადგილზე, მე იმ ადამიანისთვის ვიტირებდი რა. ესეთი, აი თქვენ არ იცით რამხელა რაღაცები გაგიცხადეთ, თქვენ ვერ ხვდებით ამას რა. მაგრამ რახან თქვენ ვერ ხვდებით ამისათვის რა გავაკეთო მე, გცემოთ თუ რომც მომინდეს არ მჭირდება თქვენი ცემა რა. უბრალოდ თქვენ რომ სხვა ადამიანებს ეუბნებით რომ ამ გოგოს არ ელაპარაკოთ, ხო? მაგარი თქვენ თავებს იფუჭებთ ამით, რო იცოდეთ რა. თქვენ არ იცით რა დაგხვდებათ, რა ჯოჯოხეთი დაგხვდებათ, აი გზეცაში ღმერთის წინაშე რო წარსდგებით რა. ვინც ჩემზე ცუდ სიტყვის რამეს რა. ვინც მე ცილს დამწამებს იმაში რომ ან ვინმესთვის საქართველოსთვის ცუდი მინდა, ან მე არ ვიცი რეები და რაჭორები დადის ჩემზე არ ვიცი, მაგრამ არც მინდა გავიგო რა. რაც მომივიდა ის საკმარისია უკვე რა. მე რა გამიკეთებია საქართველოსთვის, მე რაც საქართველოსთვის გამიკეთებია უსასყიდლოდ. ამაზე დაიწერება ისტორიები გეუბნებით რა. ოღონდ აი როგორც ბერ გაბრიელზე რო გარდაიცვალა მერე რომ აღიარეს რა. მერე დაწერენ, მაგრამ ნურას უკაცრავად ბებია თქვენისა მე ეგ დრო წავიდა. მერე ვეღარ დაწერთ რა. ეხლა უკვე დავდექი და მე თვითონ საუბრობ ამ ყველაფერს. რა გამიკეთებია საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის თუ კიდე სადმე ვინმე დარჩა. ეს რაც ჩამოგითვალეთ, ეს არის უკვე იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს შეუძლია როგორც ჩვეულებრივმა პატარა გოგომ, აბსოლუტურად არავის წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ საქართველოსთვის გააკეთოს რა. ეხლა მე რაც ჩამოგითვალეთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობისთვის სიმართლეს რო ვამბობ და პირდაპირ რო ვამხელ იმ ხალხს, ვინც სამხელი არის რა. და ეხლავე გეტყვით რაც მაქვს მე ჩაფიქრებული რა. თქვენ ხომ ვერ დააფასეთ ეს, ხო? თქვენ ხომ ვერ დაინახეთ ეს. აი ეხლა მე შემოგიტრიალებთ ამ ყველაფერს. მე იმ ხალხთან დავიწყებ ზუსტად
მუშაობას, ვინც საქართველოს ძირს უთხრის და ქართველებს ძირს უთხრის და მე ვნახოთ რას ილაპარაკებთ რა. აი ვინც საქართველოს ძირს უთხრის, მაგალითად თვითონ საპატრიარქო, მაგალითად ებრაელები და მაგალითად არაბები და მაგალითად ვინც ნებისმიერი ვისაც საქართველოსთვის ძირის მოთხრა უნდა, ეხლა მე იმას გვერდში დავდგები და მე ნახავთ თქვენ. თურმე ვინ ყოფილვარ მე? გესმით ხო? ხო, მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ქართველებში უკვე უნარობა ვნახე მე. ქართველები არაფრის მაგნისები არა ხართ რა. ქართველები ხართ მაგარი შურიანი ხალხი რა. მე ქართველი, როგორც ესეთი ქართველი, დედით ქართველი, მამით ქართველი, ბაგრატოვანთა შთამომავალი, ხო? და დაჟე ბაგრატოვანთა კი არა, იმაზე უფრო მაღალი კლასის შთამომავალი, აშოტ კურაპალატის შთამომავალი, ხო? დავდგები, დედას ვიწავარ ჩემს ენერგიას და ჩემს უნარებს მოვახმარ იმ ხალხს, ვინც საქართველოს ძირს უთხრის რა. თუ შემრცხვეს, თუ ოდნავ რამე წარბი შემიტოკდეს, ან თუ სირცხვილი შემწხვეს ამის, არ შემწხვება, გეუბნები, არ მწხვენია, არ შემწხვება. იმიტომ არ შემწხვება, რომ ქართველებს 4 წელია, 5 წელია ვესაუბრე და დედის ტყუნის მეტი არაფერი არ გამიკეთეს რა. ძირის მოთխრის მეტი არაფერი არ გამიკეთეს და დედაც მოგსტყუნიათ რა. ჩემს ახალშობილ შვილებს დაუდგინდა თავის ტვინის ინსულტი, იშემურის, ამჟამად ის მკურნალობს. ხმეთო ჩემო და გადმორიცხეთო. ბიჭო, ან სახე მაინც გამოაჩინე, რო ითხოვ ფულს, ხო? სახე უნდა გამოაჩინო და სახელი და გვარი. სულ ცოტა რა, მე ნიკა, ეს რა არის, მე ნიკა. შენზე მეტი რომელო გააკეთა თქვასო, თი ამბობს. თქვას, არც ერთმა არ გააკეთა, ჩემზე მეტი, ეხლა ამ დროში არც ერთს არ გაუკეთებია რა. და კიდევ გეუბნებით რა, ხო ზურგს უკან ძირს მითხრით, ხო? ხო ზურგს უკან ძირს, აი დედას ვიწავარ, ეხლა იმ ხალხს შეუერთდები, ვინც თქვენ გითხრის ძირს რა, და თუ მაგრად არ დავეხმარო ამ საკითხში რა. დედაც მოსტყუნია ქართველ უნარო ერს. არ არსებობს ქართველი ერი, სადღა არსებობს. დედა მოტყნულია უკვე, შო. ლელა მქვია. როგორ გამოჩნდა მითხარით, თქვენი პროფილის სურათი შეცვალეთ და დააყენეთ თქვენი სურათი. ამდენი ხანი ვცდილობდი, რომ საქართველოსთვის მართლა მე ვინ ვარ, რო გამიცნობთ, ხო? აი დედას ვიცავარ, მაგარი თუ არ შეგრცხვეთ ყველა უნარო ქართველს რა. თქვენ თუ თამარ მეფის აკლდამა არ გავახსნევინო, ებრაელებს მაგასაც ნახავთ თქვენ რა. თუ ებრაელებს მე მხარში არ დაუდგე და მათ გვერდით არ დავდგე, მაგასაც ნახავთ რა. თქვენ ხომ არ გინდოდათ იმის აღიარება, მე ვინ ვარ, ხო? და ვერ დაინახეთ და ბრმა და ტლუერი ხართ, ხო? ხო და აი ეხლა მე ხო ქართველი ვარ, დედითაც და მამითაც ქართველი ვარ. თუ ებრაელებს ყველა საკითხში არ დავეხმარო, დედას ვიწავ ყველაფერს მაგათ მივცემ, ყველაფერს მაგათ გავუმხელ, ყველაფერს მაგათ მივანიჭე. ხო ისედაც ქვეყნის მართველიერია და დედამიწის მართველიერია. საქართველო ხო არ გვინდოდა ჩვენ ებრაელების ხელში ჩაგვეგდო? რატო არ უნდა ჩაგვეგდო? აბა რა, უნარო ქართველების ხელში ჩაგვეგდო? ხო და აი ახლა დედას ვიცავარ, მაგარი კარგი ტიპები არიან ებრაელები და მაგათთან თუ არ დავიწყო მუშაობა, მაგასაც ნახავთ თქვენ რა. ხო და უმადური ერი რო ვართ, გამოჩნდა. ჩინშია უკვე, ყველაფერი ჩინშია. ვინ, ბიჭო, ვინ ამდენი ხანი ერთი სიტყვა მარტო იმას გეხვეწებით, რომ თამარ მეფის აკლდამის გასახსნელად ერთად დავდგეთ მეთქი და რა შეგჭირდება თამარ მეფის ეკდების დედაც მოგსტყუნიათ მეთქი რა. არ გჭირდებათ, არ იცოდი და ვერ გაიგეთ რა შეგჭირდებათ და გითხარით აგერ დაგიღეჭე და მაინც ვერ გაიგეთ რა შეგჭირდებათ. თუ არ ვნახო ხვალვე ებრაელი და თუ მას არ გავახსნევინო თამარ მეფის აკლდამა, სულ წაუღიათ იმათი ქონება და ყველა ნაწერი რაც იქ არის მაგათი ყოფილა რა.
მაგათი თუ არ აი მაგათი ალალი იქნება მაგაც გეუბნებით ალალი იქნება რა ესეთი უნარო ხალხის მნახველი მე არ ვარ ბიჭო თამარ მეფის აკლდამა ეს სვანები რომ დამდგარან და თამარ მეფეს ელოდებიან და თამარ მეფის ბიჭო იცანით მაინც თამარი ვინ არის თუ თამარს ვერ ცნობთ რაღაცი გჭირდებათ მაშინ თამარის გასოცხლება ერთი გამაი თამარი მოვიდა აგი და ვერ იცანით მოვიდა და ვერ იცანით და რაღაც ელოდებით გამაგებინეთ ერთი ვის ელოდებით და რაღაც თამარს ელოდებით რა თამარი აგერ არის მეთქი გეუბნებით რა გინდა დამიმტკიცოთ არა მაშინ გახსენით აკლდამა და დამტკიცდება ვინ არის მართალი თქვენ თუ მე ხო და თქვენ რომ ვერ აკეთებთ ამას ხო აი გეუბნებით ეხლა რა ხო არის საპატრიარქო ებრაელთა წარმომადგენლობის და ებრაელების ხელში ხო და ებრაელებს შეუერთდები მეც ამდენი ხანი გეხვეწებით ქართველებს რომ მე თქვი ერთად დავდგეთ და აქეთ ლანძღვა დამიწყეთ და აქეთ გინება დამიწყეთ ხო აქეთ მიწის თხრა დამიწყეთ და ზურგს უკან საფლავის თხრა დამიწყეთ გაგათხრევინებთ საფლავს თქვენივე ხელებით რა რო იცოდეთ და ჩახვალთ თქვენივე ფეხით ბანძი ხალხი ეს ბიჭო ესეთი აკაზუხა ხალხის მნახველი მე არ ვარ ხო გეუბნებით რა ღმერთმა გამაცნო ყველა კუთხის წარმომადგენელი ის კი არა ბიჭო მე რომ მიჭირდა არავისთვის არაფერი არ მithოვია თურქმა და გამახსენეს მაროკოელმა ეს დაინახა რომ მე მიჭირდა და ჩვენს ინსტიტუტს დაელაპარაკა ჩემზე რომ ფულადი დახმარება გამოეყო ჩემთვის რა როცა ყველაზე მეტად მიჭირდა და ხო გეუბნებით ჩემს სწავლას ვეღარ ვაფინანსებდი იმიტომ რომ ცუდად ვიყავი იმიტომ რომ ერთი კვირა ცუდად გავხდი იმიტომ რომ ვეღარ ვიმუშავე და თურქმა და მაროკოელმა კიდევ ერთხელ გეუბნებით რა მე როგორ შეიძლება ვინმეზე ცუდი თქვა არა როცა ცხოვრებამ დამანახა რომ ქართველზე მაგრად და ქართველზე ხოშიანად დამეხმარნენ მაროკოელი და თურქი ბიჭო ფეხსი არ ეკიდათ ქართველებს მე რა მჭირდა და როგორ ვიყავი ფეხსი არ ეკიდათ ჩემს გამო მივიდნენ ინსტიტუტში და ჩემს გამო დააწერეს განცხადება და ჩემზე გადმოარიცხინეს ფულადი დახმარება თქვენ ეს იცით რა არის ეს ის არის რომ ღმერთმა დამანახა რომ იცი რა ვინც გვერდში გიდგას ის დააფასე და ვინც არ გაფასებს ხო დედაც მოსწყვნია იმას რა მე როგორ უნდა ვთქვა ქართველზე აწი კარგი მე ვერ ვიტყვი ქართველზე კარგს არც ქართველმა რომ მე მიმტყუნა სადაც არ ვიყავი საქართველოში და გერმანიაში ქართველმა მიმტყუნა სახში ვინც შემოვუშვი იმან ჩემი სახლში გეგმები დააწყო რომ მე გავეგდე სახლიდან გესმის წარმოგიდგენთ ქართველზე მაქვს საუბარი მე არ მაქვს იქ სხვებზე საუბარი თურქზე და ებრაელზე არ მაქვს საუბარი ქართველზე მაქვს საუბარი ვინ სახლში შემოვუშვი და ვისაც დავეხმარე იმან დაგეგმა ჩემი სახლიდან გაგდება საქართველოში ვარ აგერ და ყველამ ძირი მომითხარა ვინც კი გაიგო ჩემზე რაღაც ყველამ სვანი იქნებოდა ეს თუ გურული ჩემი ვალი მოვიხადე რა თქვენი ბრმადე და დედაც მოგსტყვნიათ მეთქი რა თქვენ ბრმები იყოს ბიჭო მე რანაირად გამოგაფხიზლოთ მე ვერ გამოგაფხიზლეთ თქვენ არ გაქვთ მაგის არც უნარი არ გაქვთ და არც სურვილი არ გაქვთ რომ გამოფხიზლეთ თქვენ გიდათ მონობა და იყავით მონები ბიჭო ვინ ახართ თქვენ მოსესავით თავს კი არ შევწირავ მე და 40 წელი ვივლი თქვენს გადასარჩენად და მე თვითონ ვერ შევალ იმ აღთქმულ მიწაზე მოსი არა ვარ მე რა და არც დავით მეფსალმუნი არა ვარ რო იცოდეთ რა
მე ვარ თამარი, აგერ გითხარით ვინც ვარ. არ გინდათ ხო გაცოცხლება, ხო? არ გინდათ და ნუ იყავით ეგრე მკვდრები იყავით, ბიჭო, ვინ რატო უნდა გაგაცოცხლოთ? ან მე ვინმე რატო უნდა გავაცოცხლო ვინმე რა? აგერ ცოცხალი ვარ და გეუბნებით ვინც ვარ. გეუბნებით სადაც ვარ. ჩემი ძველი კაბა სადაც არის, იმასაც გეუბნებით და იქ ვერ ჩასულხარ და ვერ მოგიძიებიეთ ის. თუ მე ჩავიდი და მე ამოგითხაროთ ის კაბა და მე გაჩვენოთ ჩემი თავი. ბებია თქვენი სამა კიდე რა. ჩააფურთხეთ აგერ და რაც გინდა ის ქენით, კაცო. თუ გინდა ტრაკი გამოიწმინდეთ და ეს ნაგვიანი ტრაწიანი ქაღალდები თვითონვე მიირთვით. არ მაინტერესებს, რაც გინდა ის კი. რაც გინდათ, იმას აკეთებთ და გააკეთეთ. აგერ ხალხმა, რა ვიცი, ნარიმანის კარზე ძალიან მაგარი მოწმეები რო არიან, სიცილი დაიწყო თამარ მეფეზე. სიცილი დაიწყო. ძალიან კარგი გოგო ხარ და იმეების თქმა არ ჭირდება რა. არ ძალიან კარგი გოგო რო ვარ, მეც კარგად ვიცი ვინც ვარ. მე რო ძალიან ბევრი უნარები მაქვს და მეორედ მოსული რო ვარ, ეგეც კარგად ვიცი და სულ არ ჭირდება თქვენი ხოტბების შესხმა. მე გეუბნებით გამოფხიზლით და ვერ გამოფხიზლით და აგერ ვინც მე ვენახე იქნება კარგი, იმას მისცემს ღმერთი თავის ვენას. ნუნა ხო, ეხა ინტერნეტიც აღელდა. მე რაც საქართველოსთვის გამიკეთები, ამას კიდევ გაიგებთ, მაგრამ სამწუხაროდ უკვე მე თქვენთან აღარ ვიდგები რა. მე აღარ ვიდგები იმ ხალხთან, ვინც მე ძირი მომითხარა და ჩემს ზურგს უკან ისეთი რაღაცეები ილაპარაკა, რომ თავის თავი დაიმხო და თავი ჩათხარა მიწაში რა. იმ ხალხთან აღარ ვიქნები მეთქი. გესმით? და არც თქვენი დედა არ ვიქნები. და არც თქვენი გადამჩენელი, არც თქვენი მეფე არ ვიქნები და არც თქვენი ანგელოზი არ ვიქნები. ხალხი ერთად ვერ შეიკრიბა. 10 კაცი ვერ შეიკრიბა ერთად, რომ ავიდეს და თამარ მეფის აკლდამასთან ერთად მივიდეს და ერთად მოითხოვოს, რომ აი გვაინტერესებს და გვინდა რომ გავიგოთ, რომ აი აქ რაღაცაა. 10 კაცი ვერ დადგა ერთად. იქი არა, ჩემს საუკეთესო ნათესავს და მეგობარს ვეუბნები, რომ მეთქი თამარ მეფის აკლდამას რომ გავხსნით მეთქი იქ. თამარ მეფი აღდგება მეთქი, როგორ გაცოცხლდებაო? კი, გაცოცხლდება მეთქი. იქ რომ ის ადამიანი მივა, ვინც მისი მსგავსია, მეთქი ის უკვე აღდგომა არის მეთქი. მე ეგეთი რაღაცებს არ მჯერაო. არ გჯერათ და ეხა ღმერთ აბა რის იქ წამთ გამაგებინეთ. რო ისა ვიღაცა ოდესღაც მოვა და ქრისტესიდან ჩამოვა, მაგის გწამთ? თუ ილია მეორე გაგაბრწყინებთ, მაგის გწამთ? თუ მონები გინდათ, ბიჭო, ვინ რამის გეხვეწებათ, რომ არ იყოთ მონებიო? პირიქით, მონები სჭირდება საზოგადოებას, მონები სჭირდება, აბა რა. მით უმეტეს თავის ქვეყანაში რომ თვითონ დაუდგება სხვას მონად, ეგეც სჭირდება, რატომაც არა. გინდა ებრაელს და გინდა არაბს, რატო მონები არ სჭირდებათ? სჭირდებათ, რა მაგარი ხალხია. ესა პრინციპში რომ დაუკვირდე, ხო? შედიან მიწაზე და ამონებენ იმ ხალხს და უკვე მონები ყავთ იქვე, აღარ სჭირდებათ სხვაგან მოძებნა მონების. კარგი გოგო ხარ მეთქი და რატომ იბრაზდები ნეტა? არ გიბრაზდები ნოდარი, არ გიბრაზდები. კარგი გოგო ხარ მაგივრად, ხო? ჯობია რომ ორი მეგობარი მაინც არ გეყოლება, ეს ორი მეგობარი მაინც რომ შეკრიბო და უთხრა ამ ორ მეგობარს, რომ იცი რა, თამარ მეფის აკლდამა ვიცით, სადაც არის და წავიდეთ და გავხსნათ, ბიჭო, მაგის დედავატირე, თამარ მეფის აკლდამაზეა საუბარი. ოქროებზე არ არის იქ საუბარი, ცოდნაზეა იქ საუბარი. იმ თამარ მეფის აკლდამაში რომ ცოდნა დევს, იქ აღდგომა რო არის და იქ რომ იწყება მეორედ მოსვლა, ხო?
ეს ზოგიერთმა ქართველმა ვერ აიტანა და წავიდა რა ქვია მას, რა ქვია ჩხიბავებს და იმას შეუერთდა. რა ქვიათ? პარტიები დაარსეს, პარტიები გადაარჩენ საქართველოს. ვაი თქვენს პატრონს, ვინც მაგას ფიქრობს, რომ პარტიები და მჩხიბავები გადაარჩენენ საქართველოს. მე გეტყვით, რაც გადაარჩენ საქართველოს აცი რა. რაც ღმერთმა მოგცათ, ის ვერ დააფასეთ. ხო და აცი საქართველოს სხვა მევენახი გადაარჩენს. თქვენი აღარ არის საქართველო მორჩა. ჩვენი ადგილობრივი მთავრობა გვექცევა არასწორად. ვის გექცევათ ადგილობრივი მთავრობა არასწორად? ვინმე ხართ საერთოდ ქართველები კიდე? რასაც უნდა იმას ისევს ეს მთავრობა, აბა ქართველები აღარ ხართ და. აბა მითხარი, სადა ხართ ქართველები? სადმე ხართ ქართველები? იქ ერთი ადამიანი გამოვა თავის პარტიას შექმნის, იქ მეორე თავის პარტიას, იქ მესამე თავის პარტიას და ასე დაწყობილი ხართ პარტიებად. როცა აგერ მთელ ებრაელთა წარმომადგენლებს მთელი სისტემა აქვს შექმნილი და ის იქიდან იცნობს და ისრაელიდან აქ იცნობენ ებრაელებს. და თქვენ? ის თამარი, ხო, რო გიგინება და რო გვაგინებს? საგინებელი არ ხართ ბიჭო, საგინებელი კი არა, საწყევარი ხალხი ხართ რა. ეხა კიდე ვიღაცა დადგება და ხო ხედავ როგორ ძულს ქართველები. ძულს კი არა, მეზიზღება უკვე ქართველები რა და ჩემი თავით მეზიზღება ქართველი რო ვარ. მართლა გეუბნები, მაგარ საზიზღარიერი ვართ მეთქი გეუბნები რა. მაგარი დამპალი ერთმანეთის მტრული და მხდალიერი ვართ, უნარო ერი ვართ გეუბნები, მეტი რაღა გითხრათ, მკვდარიერი ვართ. პარტიების ფულის გამო იქნება, ხო და პარტიების ფულის გამო რო იქნება და გაყიდულიერი ვართ და რაღა გინდა მეტი იუდა მიმიქარავს. იუდა ჩვენზე 1000 თავით აღემატება რა. ისრაელიდან იცნობენ როგორ არა ყველაფერს ეგენი აკონტროლებენ. ძალიანაც კარგი. ვინც თავის ერს აფასებს და ერთად დგას და თავისი ერის წარმომადგენლებისთვის ის არის კარგი მევენახე როგორც ჩანს და ჩვენ ერთმანეთის მტერი, გამყიდველი და ზურგს უკან მთხრელიერი ვართ. აგერ მარინოს რომელი ის იყო პრეზიდენტი? ტრაურე, რომელი ქვეყანა? ბურკინა ფაზოს პრეზიდენტი. ბურკინა ფაზოს პრეზიდენტმა ამდენი თავის სახელმწიფოს რა გაუკეთა, იცი? ესე იგი, ამერიკა ხო იყო ჩასული და ვითომ ეხმარებოდა და 27 წელი ერთმა ვითომ ეხმარებოდა. ამერიკა არა, საფრანგეთი, ამერიკა, ევროპა და ამერიკა, ხო? კოლონისტები რა. კოლონისტები და ამდენი 27 წელი თხარეს და რაც კი კარგი ქონდათ თვითონ იჯიბავდნენ და შუათითია ჩვენ, დავაი დაახვიეთ აქედან, თავისი ხალხი შეკრივა. თავისი ხალხი თავისთან დააყენა ისე რომ არ მოეკლათ ეს და ხალხი არის რიგრიგობით ღამეებს უთენებს რომ არ მოკლან თავისი პრეზიდენტი და ამათ ხო გააჯმევინა ყველას თავისი ქვეყნიდან. და დადგა და აი ამ თავისი ჯარის კაცებს, ჯარს აკეთებინა ის, რასაც ისინი აკეთებენ და აგერ უკვე რაც 27 წელში ვერ მოახერხეს იმ კოლონისტებმა, ვითომ კარგის გაკეთება რო უნდა 3 წელში ამოქაჩა ამ ტიპმა თავისი ქვეყნის როგორც ფინანსური ისე აღდგენა. გეუბნებით რა, ესეთი ხალხი იმსახურებს თავისი ქვეყნის კეთილდღეობას, მაგრამ ხალხი რომელიც აგერ მოვედი და გეუბნები თამარ მეფის აკლდამა მეთქი ღმერთმა გამოგვიჩინა როგორც იქნა 800 წლის მერე ერთად დავდგეთ მეთქი თამარ მეფის აკლდამა რო გაიხსნეს ეხლა მაგის დრო არ არის
ეხლა მაგის თუ არ არის რუდის მაგის ბებია თქვენისა არა თქვენი შვილიშვილები და შვილთა შვილები დრო იქნება მაშინ რომ ყველანი დამონებულები იქნებიან მაშინ იქნება დრო რომ თამარ მეფის აკრამა გაიხსნას კი ბებია თქვენის კი არა მამიდა თქვენისა მაგრამ მართლა რა ერთი ხალხი ვერ შევკრიბე ბიჭო გინდა სვანეთში გეუბნებით ახლა ვისაც გავახსნევინებ თამარ მეფის აკლდამას ეს იქნება ებრაელი მეთქი გეუბნებით რა ებრაელი გახსნის თამარ მეფის აკლდამას ესე გადავწყვიტე მე ჩემს გარეშე კიდე იმ აკლდამაში ხო იქ ვერავინ ვერ ჩავა ხო და ვინც იქ ჩავა და ვინც სიტყვა იქნება როგორც თამარმა როგორც დავიბარე ერთ დროს რომ აქ ვინც ჩამოვა ის იქნება სიტყვა თქო აი ზუსტად ის სიტყვა გახსნის ყველაფერს რა და ის სიტყვა მე თქვენი აღარ იქნება ჩემო კარგებო ჩემო ბელენჩვერებო ის იქნება იმის ვინც უნარიანია აი ესე იქნება რა ხო და ასე რომ იმ ხალხის გამო ვინც მე ზურგს უკან საფლავი მითხარა მე არ შევწირავ მეთქი თქვენთვის თავს რა ქრისტემ ხო შეწირა თქვენთვის თავი ბელენჩვერიერისთვის ხო და მე არ შევწირავ თქვენთვის თავს იმიტომ რომ ვერც ქრისტე ვერ დააფასეთ და ვერც მე ვერ დამაფასებთ თავიც რომ შევწირო რა ბელენჩვერიერი ხართ უუნაროერი ხართ და აგერ კარგად წერენ ჯაჯანიძეს არ გაუგიო ჯაჯანიძე არის ყოველ კვირაში ათვალიერებს ჩემს ვიდეოებს როგორ არ გაუგია პატი გაუგია კი არა ისეთი კარგად გაუგია რომ თავსატეხი აქვს მომიწვიოს თუ არა მაგრამ ჯაჯანიძეა ბევრი ცუდი დამახასიათებელი ხასიათი აქვს ქართველებს შური ბოროტობა ფულის გულისთვის სულ გაყიდვა ემიგრაციაში ქართველი ქართველს ქურდავს და სამუშაოებს ყიდიან და სამსახურებს აკარგინებენ ერთმანეთს ხო და რატო უნდა დაეხმაროს ღმერთი ესეთ ერთს გამაგებინე რა თქვენ გიჟები ხო არ ხართ ღვთისრჩეული ერი კი არა ღვთისრჩეული იმ მხრივ რომ მაგარი გაგტყეპოთ რა ერთი კარგად მოგდოთ მაგ ტრაკოზე რა შიშარა ერი გამყიდველი დაუნახავი რა გადასარჩენი ქართველები ვართ ერთი გამაგებინეთ რა ვართ გადასარჩენი? არა ვართ გადასარჩენი. არა, ღმერთი თუ ქართველებს გადაარჩენს, მაგარი ბრმა ყოფილა რა. თეატრს პარტიების იმედად რომ ხარ და ზოგადად სხვის იმედზე რომ ხარ, იმიტომ ხარ მონებიო, ხო და მონება დარჩნენ თია. რას ვდარდობთ ერთი ჩვენ გამაგებინე, აი ჩვენ რას ვდარდობთ? მე კიდე მესმის რომ მე ვდარდობ, იმიტომ რომ ბიჭო, ჩემი მთელი ცხოვრება 41 წელი წინა ცხოვრებაში ამ ხალხს დავუთმე. ეხლაც რატო ბიჭო, გიჟი ხო არაო, რატო? 41 წლის ვარ ეხლა და მივხვდი რომ ეს ხალხი არ იმსახურებს საერთოდ რა. არ იმსახურებს და რატო უნდა დავუთმო? აი ყველა მეფე გიჟი იყო, ვინც ამ ხალხს შეწირა თავი. გიჟი ყოფილა და მაგარი ვერ ყოფილა თავის ჭკუაზე რა. ვერ დაინახა თავისი ერის უუნარობა. ყველა არ არის ცუდი, საბედნიეროდ ყველა ვერ გადარჩება. ყველა ცუდია, ყველა ვინც ერთად ვერ დარდგა, ყველა ცუდია. გეუბნებით მე თქვენ, ებრაელის ხელს უწყობს. არც ერთ შემთხვევაში ებრაელის ხელს არ შეუჩლის რამე საკითხში. ქართველს კი მიწას უთხრის მეთქი გეუბნებით და ყველა ნიშნავს მაგას, ყველა უთხრის ერთმანეთს ძირს. თორე ყველა რო არ უთხრიდეს ერთმანეთს ძირს, ხო, აგერ ერთად იდგებოდნენ დღეს. გესმის? ერთად იდგებოდნენ.
ხო და ჩემო კარგებო, მე რატო უნდა ვიყვირო ბევრი საპატრიარქოს, შემოვევლე საპატრიარქოს, უნდა გამოგისვათ ტრაქში, მაგრად, მაგარი დაგასიაფანდოთ, როგორც ეხლა გასიაფანდებს, რას ვერ ჩიკაცო ამ ხალხს. მაგარი ისწორებს თავისეს და რატო არ უნდა გაისწოროს, აგერ ეხლა მე შეუერთდები მაგათ რა. გეუბნები მე შეუერთდები მაგათ. დღეიდან მე საპატრიარქოზე სულ კარგებს ვილაპარაკებ. ყოჩაღ მაგათ მაგრა გააკეთეს შეუსრულეს ქართველ ერს, ეგრე უნდა შემოვევლე მაგათ რა. თამარ აუცილებლად სამართალი აღდგება, როცა მუშაობს ჟენია. არაფერი არ აღდგება. თუ არ აღადგენ, არაფერი არ აღდგება თავისთვის. აღდგება ის, დიახ, სამართალი აღდგება. ვინც იმსახურებს, იმის იქნება ეს მიწა. მართალი ხარ, მე პირადად მომხრე ვარ. ბევრი მეუბნება, როცა ლაპარაკია მიღია ასეთი პასუხი, მიმიღე ესეთი პასუხი, როგორც ენდე, როგორ ენდე დღეს არავინ არაა სანდო. არავინ ეს ენდე და შენი პანჩარია სანდო და ენდეთ შენ პანჩარს. მატრიცაში ზია შენ კი არ გეუბნები იმას, ვინც ეგ გითხრა. და ეგრე ვინც ფიქრობს ეგ ხალხი. მატრიცაში არიან ჩაჭერილები. მატერიის იქით აღარ აინტერესებთ არაფერი, იმიტომ ქართველებს არ გააჩნია ერთიანობა, ყველა თავისთვის იკაჩება. ხო და იკაჩონ და იყონ. იკაჩონ და კარგად გაიკაჩონ, კარგად ჩაიკაჩონ იმ მონობაში. ეგ მე მახსენებს ზუსტად იმ საკითხს ნარიმანის კარზე, რომ ერთი ალიაქოთი ადგა და ეს ხალხი რომ შიგნაკრავი ხალხი რომ ვერაფერი ვერ გაუგეს ერთმანეთს და ყველას აგენტი რო გონია ერთმანეთი და ვინმე თუ მოვიდა ისიც აგენტია და ყველა აგენტია. იყოს აგენტი რა მანაყლებს მე თუ არაფერს არ მიშავებს რა იყოს იდგეს იქ რა. და საბოლოო ჯამში მე თქვი თქვენი დედაც ვატირე მე თქვი აი აქ დგომას მაგარი ბანძი უნდა იყოს ადამიანი რომ იქ იდგეს რა და წამოვედი. აი ესე დაემართება საქართველოსაც რა. ბიჭო მოვედი გეუბნები ის კი არა რომ მარტო ესე ვლაპარაკობ სოფია ლოგოსისანაირად რომ მე თამარ მეფის რეინკარნაცია ვიყავი აი ახლა მემსახურეთ. მოვედი მეთქი გეუბნებით სადაც არის თამარ მეფის აკლდამა გავხსნათ და ვნახოთ ვარ თუ არ ვარ. ეს შეგვჭირდება თამარ მეფის აკლდამის გახსნა. ეხლა რა დროს მაგისი დროა? არა, ეხლა ჯერ პარტიები უნდა შევქმნათ. მერე ჩამოვაგდოთ ეს ებრაელები, რომელიც სოფლიოს მართავენ და მერე თამარ მეფის აკლდამა გავხსნათ. მერე კარგი იქნება. შენი დედა მოტყან მართლა რა. ღმერთმა მოგიგზავნა ადამიანი, ვინც არის აღმდგარი და იმას არ უჯერებ და ის პარტიები გადაგარჩენს. სადი შვილო, ვერ ახარო შენ ჭკუაზეო და აგერ მოგსვლიათ ის რაც გინდათ რომ მოგივიდეთ. გთხოვ ჩემო დაო დამშვიდი ყველაფერი კარგად იქნება ძალიან კარგად მესმისეთ რა თქმა უნდა გიორგი კარგად იქნება აწი ყველაფერი აწი კარგად იყავით სადღაცა ხო აი აქვს ხოლმე მოთმინება საზღვარი და ის საზღვარი იმ საზღვარს თუ გადავს მე სიტყვა მეს რასაც ვამბობ მე იმას არ გადავდივარ რა ეხლა რაც გითხარით მე თქვენ ეგ არის რეალური რა თქვენ დაკარგეთ თამარ მეფის აკლდამა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ დაკარგეთ თამარ მეფის მემკვიდრეობა. აი ეს დაკარგეთ თქვენ ქართველებმა. და ალალი იყოს მათზე, ვინც თამარ მეფის მემკვიდრეობას, ვისაც თამარ მეფის მემკვიდრეობა გადაეცემა რა. ალალი იყოს მათზე. ნუ იგინები ოღონდაცო არ აწყობ ჯერ ამიტომ არ გისმენენ, ნუ იგინები ოღონდაცო, ხო? აცი გაგინონ იმათმა ვინც დაგიპყრობენ რა. მე კარგად მე აღარ შეგაგინებ თქვენ რა საგინებელი ერიც არ ხართ. მორჩა. თქვენ ერი არ არსებობთ, არ ხართ. მორჩა. თქვენ გეშინიათ გინების. გინების უფრო მეტად გეშინიათ, ვიდრე თქვენი საკუთარი ძალების ხელში დაკარგვის. საკუთარი ძალების დაკარგვის გინების აი ერთი გოგოს გინების უფრო მეტად გეშინიათ თქვენ. და მისი ძუძუებზე საუბრის და მისი ფანჩრის გაგონების. აი ამის უფრო მეტად გეშინია თქვენ.
აი ესეთი ერი ხართ. ჩაკომპლექსებული თქვენს ჩურებში და თქვენს ძუძუებში, თქვენს ფალოსებში და ყველანაირ იმ საკითხში, რასაც არ უნდა გცხვენოდეთ და გცხვენიათ. თამარ არ გაბრაზდე ყველაზე არ უსმინო ეს ისა ამბობს ვინ საქართველოს მტერიაო. საქართველოს მტერი თვითონ ქართველი თუა, თორე საქართველოს მტერი აგერ კარგად ხედავთ, ებრაელი მოვა უვლის მიწას, არაბი მოვა უვლის მიწას, ინდოელი მოვა უვლის მიწას. ჩვენ ვყიდით. საქართველოს მტერი თვითონ ქართველია. არავის არ გადაეცემავა, აგერაც პატი, აგერაც მოესწრები შენ და მეც მაგას მოვესწრები, რომ ჩემი ხელით გადავცემ სხვას. აი ეგრე იქნება. ეხლა დაგემშვიდობებით მე და თქვენ კიდე თხარით მიწა. კარგად ხარეთ.